მომავალი წლიდან სკოლებში ახალი პროგრამის განხორციელება იწყება სახელწოდებით პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მორიგი ინიციატივა საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი. პროგრამის მიზანია სკოლებში პროფკონსულტანტები დაეხმარონ მოზარდებს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევას განაპირობებს. შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ამბავი ახალია და მის თაობაზე უფროს კლასელები ასევე ზოგადად საუბრობენ. Ჩვენგან გავიგე პირველად ეს საკითხი, არაფერი მსმენია და ის რა ხდება, ეხლა ჩვენ ვართ ჯერჯერობით 16-17 წლის ბიჭები ვართ და ჩვენთვის ჯერ კიდე ძნელი ასარჩევია ის ცხოვრებისა, რომელიც ფაქტიურად ჩვენ გადაწყვეტილებაზე არ დამოკიდებული მთელი ჩვენი დანარჩენი ცხოვრება და ამიტომ ჩვენთვის მისასალმებელი ასეთი ადამიანი კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება ბავშვს განავითაროს თავის დადებითვისებები და აღმოაჩინოს, რომ თქვა ცდება ადამიანი თავის იმაშია არჩევანში და ურჩიოს და რა თქმა უნდა მისაღებია. იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არის რომ ბავშვები ამთავრებენ 21-22 წლის ამთავრებენ ახალგაზრდები სკოლას და შემდეგ ირჩევენ უფრო ჩამოყალიბებულები არიან და როცა საქართველოში 17-17 წლის ბავშვი უწევს ახლა არჩევანის გაკეთება მისაღებია რა თქმა უნდა რომ უფრო გამოცდილი ადამიანი მას გარკვეულ რჩევას მიცემს. რა თქმა უნდა ბავშვი მას გაითვალისწინებს არ გაითვალისწინებს მასზე იქნება დამოკიდებულები, მაგრამ ასეთი ადამიანის არსება ჩემი აზრით მართებულია და აქამდე უნდა განეხორციელებია საქართველოს სახელმწიფოს ასეთი ცვლილება. ახალი ამბავია და პირველ რიგში რომ კარგ თვისებებზე ლაპარაკობთ ამ პროგრამისა, რომ ცუდი ნამდვილად არაფერი არ აქვს. რამდენი მეტ ადამიანს მოусმენ და რამდენი მეტ ადამიანის აზრს გაიგებ, მით კარგია შენ გაამკვია ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ნელ-ნელა ვყალიბდებით და ფაქტურად ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და კარგის და ცუდის გარჩევა შეგვიძლია და რა თქმა უნდა ყველას მოусმენთ, ვისაც საღი აზრი ექნება და ეს კონსულტანტის ინსტიტუტის დანერგვა თვითონ ძალიან კარგი იქნება. და ასე ვფიქრობ და ავიცი, მოусმენთ და თუ ოღონდ უნდა იყოს რა თქმა უნდა კვალიფიცირებული და უნდა იცოდეს თავის საქმე, თორე ისე არ გამოვა არაფერი და ერთი იმის გამო რომ წეხან არჩინვაც აღნიშნა რომ ყველა უნივერსიტეტში ვერ ისწავლის ნამდვილად და უნდა მიჩეს გზა რა, ეს უნდა იყოს ამის თავარი. ოფიციალური ინფორმაციით პროგრამაში ჩართული კონსულტანტების შერჩევას, მომზადებასა და მათ საქმიანობის კოორდინირებას, ასევე მონიტორინგს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი განახორციელებს, რომელმაც კადრის გადამზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილის ჩატარებაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას, სკოლებისათვის შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ინფორმაციის მიწოდებას, სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას. როდის შემოვლენ პროფკონსულტანტები სკოლებში კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ზესტაფონს 25 ქულა და 1 გამოტოვებული მატჩი აქვს ცხინვალის სპარტაკთან, რაც შანსს უტოვებს იმერულ კლუბს საპრიზო სამეულში მოხვდეს. გადადებული შეხვედრა ცხინვალის სპარტაკსა და ზესტაფონს შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით 22 თებერვალს გაიმართება. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ამ დრომდე ყინულის სქელი ფენით არის დაფარული. ეს გარემოება კი გაყინული მოედნის ბალახის დაუზიანებლად გაწმენდა შეუძლებას ხდის. სწორედ ამიტომ გამოტოვებული მატჩის გამართვის თარიღად 22 თებერვალი შეირჩა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ზამთარია როგორც ხედავთ. 2 კვირის წინ საკმაოდ დიდი თოვლი იყო ზემო იმერეთში მთელ საქართველოში, ზემო იმერეთში განსაკუთრებით და ამის შედეგი ყველაფრის გახლდათ ის რომ ჯერ კიდევ 14 დეკემბერს დაგეგმილი მატჩი ცხინვალის საფეხბურთო კლუბ სპარტაკის წინააღმდეგ ჯერ გადაიდო, მერე იყო საუბარი იმაზე რომ მატჩი 22 ან 23 დეკემბერს გამართულიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე ზესტაფონში კლავაც ყინვებია, იქიდან გამომდინარე რომ გარკვეული ფენა ყინულის ზედმინდორზეა, ასე ვთქვათ, მიყინული და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის ბალახის დაუზიანებლად მინდვრის საფარის გაწმენდას. ჩვენ ვაცნობთ ყოველივე ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას, საშეჯიბრო განყოფილებას, ასევე ასე ვთქვათ, თავის თანხმობა მატჩის 2014 წლისთვის გადატანის შესახებ ცხინვალის სპარტაკმაც დააფიქსირა კლუბმაც. შესაბამისად, საშეჯიბრო განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეტანილიყო გარკვეული ცვლილებები ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში. უნდა მოგახსენოთ, რომ 22 თებერვალს უნდა განახლებულიყო ჩემპიონატი, 26-ში კიდევ
ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები უნდა გამართულიყო. იქნა მიღებული გადაწყვეტილება აი ამ ორი თარიღის შეცვლის თაობაზე 22 თებერვალს გაიმართება თასის ეროვნული თასის მატჩები 26-ში კიდევ გაიმართება უკვე აი პირველი 2014 წელს პირველი და რიგით მე-19 ტური, ხოლო რაც შეეხება ჩვენი და ცხინვალური კლუბის დაპირისპირებას, როგორც მოგეხსენებათ, არც ჩვენ, აღარც სპარტაკი ეროვნული თასის გათამაშებაში აღარ მონაწილეობდა, შესაბამისად 22 თებერვალს ვითამაშებთ, მაშინ როდესაც ხვები სათავსო დაპირისპირებებში გაარკვევენ ურთიერთობას, სწორედ აი ამ რიცხვში მოგვიწევს აი ამ გამოტოვებული მატჩის ჩატარება. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებასა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტ შორის თავის დროზე მიღწეულ შეთანხმებას 1 იანვრამდე კლუბის მატერიალური ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის შესახებ, როგორც კლუბის პრესამსახურის უფროსი ამბობს, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რომ აი შეთანხმების შესაბამისად ბატონმა ილია კოკაიამ მიუხედავად იმისა, რომ დატოვა კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა, უზრუნველყო კლუბის შეუფერხებელი ფუნქციონირება აი 31 დეკემბრამდე ყველანაირი სახელფასო თუ სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, გადასახადი გადახდილი იქნება ცხადია. რაც შეეხება უკვე მომავალ წელიწადში კლუბის ბედს, ჩვენ კლავაც ველოდებით სიტუაციის გარკვევას, მინდა გითხრათ, რომ რაიონის ხელმძღვანელთან, ბატონ ტარიელ თუთარაშვილთან ყოველდღიური, ასე ვთქვათ, კონსულტაციების რეჟიმში ვართ და მინდა გითხრათ, რომ ბატონ ტარიელს საკმაოდ ახლოს გულთან აქვს მიტანილია ეს შექმნილი ვითარება, საკმაოდ გულთან ახლოს მიიტანა შექმნილი სიტუაცია და მოკლედ ძალიან იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება დადებითად და შესაბამისად გაჟღერდება კიდეც.